გამარჯობათ, მოგესალმებით, როგორც მოთხოვნა იყო TVS-ზე, უმეტესი ქალაქში ესენი დარბიან TVS-ზე, აღწერა გააკეთე, მოკლედ გავაკეთებ ამ მოპედზეც აღწერას ახლა TVS-ზე. მოკლედ ესაა TVS-ი, 125-იანი TVS-ი. და ChatGPT-ს ვკითხე პატარა ინფორმაცია მაგის შესახებ და მომწერა ესეთი რამ, მოკლედ. ძირითადი მახასიათებელი ამ მოპედის ძრავი 124 8 4 ტაქტიანი სიმძლავრე დაახლოებით 9 და 4 ბრუნვა 10 და 5 გადაცემათა კოლოფი ავტომატური გაგრილება ჰაი საწვავი საშუალოდ 5 ლიტრია რა ბაკის როგორ დადის ქალაქში ძალიან სწრაფი და კვირცხლია და კარგია ქალაქისთვის მაქსიმალური სიჩქარე რეალურად აქვს 95-100 კმ/სთ-ში ტრასაზე მიდის მაგრამ გრძელ გზაზე უკვე ცოტა იგელება რა გრძელ გზებზე უჭის ასე თუ ისე და დიდად არ უნდა აწვალოთ გრძელ გზებზე ან თუ გახვალთ გრძელ გზაზე ამით ხშირად უნდა შეასვენო ხოლმე გზაზე როგორია ხა ქალაქისთვის იდეალურია ამორტიზატორი საშუალო დონეზე აქვს დიდი ბორბალი რო არა აქვს ამიტომ ცუდ გზაზე უჭირს როგორც ყველა მოპედს რა ცუდია პლუსები ამ მოპედის პლუსები არის ძალიან კარგია დიზაინი აქვს სპორტული ეკონომიურია საიმედო ძრავი აქვს არ ვიცი სუბუგი და მანევრებადია მოპედია და იქნება სუბუგი და მანევრებადი ქალაქში საცობებში იდეალურია ეხლა მინუსები ამისი არის შორგზაზე არ არის საუკეთესო ნუ როგორც გითხარით შორგზაზე თუ წახვალთ შეიძლება დაასვენეთ ხოლმე და ისე იმოძრავეთ და გონი არ ექნება პრობლემა მაგრამ ChatGPT მაინც მითხრა რომ მაინც შეიკავეთო ამ მოპედით შორგზაზე სიარულითო თავიო მაღალი სიჩქარე დიდხანს ვერ დადის ალბათ ეგეც შორგზის მინუსია მარტო შეერხება ალბათ ქარისაგან დაცვა სუსტია ნუ როგორც ჩემ რეიზერს აქვს წინ საქარეზე ამას ეგრე არ აქვს და ქარისაგან ვერ იცავს და მაგიტომ აქვს სუსტი მაგრამ შეგიძლიათ გაუკეთოთ და გექნებათ ამაზე ჩაულებრივად არ არის პრობლემა საკურიეროდ როგორია მეთქი გამოდგება თუ არა და ეკონომიურია 2.5 ლიტრი ჩადის 100 კმ/ზე ჭირდება ბენზინი ავტომატიკა კვირცხლია და მოქნილია და სანდრო ძრავი აქვს ანუ კარგი ძრავი აქვს ესე მითხრა ChatGPT რამდენად ესეა არ ვიცი ესაა ინფორმაცია რაც ChatGPT-მ მომწერა ამაზე და თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება მადლობა წინასწარ ყველას დროებით მაგრამ საკუთარ მოპედს მაინც არაფერი არ